საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლას გამორჩეულად საინტერესო სტუმარი ყავს ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ცხოველებზე ზრუნვას მიუძღვნა და 20 წელია თბილისის ზოოპარკის დირექტორია. ყველაფერი კი ბავშვობაში დაიწყო, როდესაც სპილოსთან ვოლიერში მილიციამ იპოვა და გამოიჭირა და მაშინდელი ოცნება ზოოპარკის დირექტორი გავხდები, იმდენად მძაფრი აღმოჩნდა, რომ ეს ოცნება ახდა და დღეს უკვე მისთვის ყველა ვოლიერის კარი ღიაა. ბატონ სურა, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და მადლობა იმისთვის, რომ ახალ ზოოპარკში, რომელიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, გმასპინძლობთ და მოდით დავიწყოთ საუბარი იმ დღიდან, როდესაც სპილოსთან აღმოჩნდით ვოლიერში. ვიცი, რომ სულ მიდიოდით ტკბილეულით სათამაშოთ მასთან. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, ახლა ჩვენ ვიყოფებით ახალ ზოოპარკში, რომელიც მშენებარე პროცესი არის და ეთქობა კიდევაც, რომ მშენებარე დინარება, რაც შეეხება ჩემ ბავშვობას, სპილომ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვს, ესეთი ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შესაბამისად მე დავდიოდი და მქონდა სხვადასხვა ტკბილეულები, ორწყობილები და მასთან ერთად ხშირად შევდიოდი ხოლმე ვოლიერში. და აი რანაირად შედიოდი? ნუ ესეთი ბავშვი ვიყავი და ვერ აღვიქვამდი იმ რისკებს, რა რისკებსაც ხო, მაგრამ ხო არ იყო გახსნილი ხო დაკეტილი? ისე როგორ არის თვითონ ის როგორ წესია პატარა თქვა ზოოპარკების მაგალითებიდან ან როგორც უნდა განხორციელდეს მაგალითად სპილოს ვოლიერში აუცილებელი არის რომ მას შორის ცხოველებს შორის დაშორება იყოს იმხელა რომ რა შემთხვევის დროს ადამიანი გაეტიოს იქ სწრაფად გაქცევა რომ მოუწიოს რომელიმე მხარეს როდესაც რაღაცა მერტულებით ამით ვსარგებლობდი მე და იყო რა თქმა უნდა ესეთი დაცვითი ბარიერი, იმ დაცვით ბარიერზე გადავძრებოდი და შევდიოდი, მაშინ ვყავდა სპილო მალკა, საბედნიეროდ ერთი სპილო იყო საბედნიეროდ, იმიტომ რომ ორი რო ყოფილიყო და ან მამრი სპილო, ალბათ ძალიან მალე დამთავრდებოდა ჩემი ეს ავანტიურები და შესაბამისად შემდეგ ბანკიდან გამომაძებებდნენ ხოლმე, რაც აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა მე ძალიან შევხვდებოდი, ძალიან უკმაყოფილო ვიყავი და ამიტომ იყო ესეთი ოცნება, რომ აი გავიზდები, გავხდები ზოოპარკის დირექტორი და სპილოსთან ვითამაშებ იმდენს რამდენის გამიხარდება. ეს იყო ასე ვთქვათ პირველი мотиваცია, როდესაც თუმცა შემდეგ უკვე დაემატა სხვა ტიპის мотиваციები და უკვე რაც უფრო ასე ვთქვათ ვიზრდებოდი და უფრო მეცგებულობდი, გაცილებით უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოდიოდა და უფრო მეტი კითხვები ჩდებოდა და მეტი ინტერესი ჩდებოდა. ანუ სპილოსთან თამაში, თუმცა ეს მე კი შევისრულე მაგრამ სპილოსთან თამაში ასე რომ დარჩა წარსულში და უფრო სხვა მეტა საინტერესო უფრო აბას მე მგონი თქვენთან თამაში უნდა და მას უყვარს თამაში ახლა არა მარტო სპილოსთან ლომთანაც თამაში მიწევს ჯერჯერობით ეს მარტო არის და შესაბამისად მას ჭირდება კონტაქტები და ამიტომ ლომი სოციალური ცხოველია მას მარტო ყოფნა მისთვის არ არის მაინც და მაინც კარგი ამიტომაც მაქსიმალურად ვანაცვლებთ ხოლმე მის მეგობრებს ასე რომ თამაშობთ თუმცა რო გითხრათ რომ საკმაოდ დამღლელია თვითონ საკმაოდ თვინიერი, კარგი ლომია, არავინ არ დაუსახჭრებია ჯერჯერობით, ასე რომ განსაკუთრებულად ალბათ თქვენ უყვარხართ ხო? არა მარტო, მაგრამ მეც უყვარ ვარ ძალიან. ძალიან მისი გამზრდელი ანა, რომელიც ჩვენთან მუშაობს, ის ძალიან უყვარს, მაგრამ ისეთ ეხლა მაინც უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ასე რომ შეზღუდულია მასთან კონტაქტის მქონე პირების რაოდენობა. ბატონ ზურა, აი მე თვითონ ცხოველმოყვარული ვარ, ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ ესე შორს რა თქმა უნდა მიყვარს გარეული ცხოველიც და არა მხოლოდ ჩინაური, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში საიდან წამოვიდა ეს ცხოველების მიმართ ესეთი სიყვარული, ვთქვათ, ოჯახის წევრებიც ცხოველმოყვარულები იყვნენ, რომელიმე მხატვრული ნაწარმოებიდან, ვთქვათ, რაღაცა გაგიჩნდათ მათ მიმართ ინტერესი თუ როგორი იყო ეს ყველაფერი? მეც რა თქმა უნდა, მშობლები არ იყვნენ მაინც და მაინც ეს განსაკუთრებით ცხოველთა მოყვარულები, თუმცა უყვარდათ ცხოველები
ცხოველები, ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს რამე განსაკუთრებული ურთიერთობა ცხოველებთან მას არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ბავშვი რო ყველა ბავშვს აქვს მიდრეკილება ცხოველების მიმართ და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ლიტერატურამ, წიგნებმა, რომლებშიც უკვე გებულობ თურმე რაღაც ისე არ არის, როგორც საკავდე გონიათ ეს ცხოველები, თურმე არ არიან რაღაცა ჩვენი დანამატები და იმისათვის, რომ ჩვენ გაგვართონ ან რაღაცა შეავსონ რაღაც არა, ისინი არიან დამოუკიდებელი არსებები, მათ აქვთ თავიანთი რთული ქცევები და შესაბამისად სწორედ აი ეს გახდა ერთ-ერთი мотиваცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი мотиваცია იყო სწორედ ჯერალდ დარელის წიგნები, ჯერალდ დარელის, ბერნარდ გრჟიმეკის წიგნები, რომლის საშუალებითაც უკვე საკმაოდ ადრე ასაკში აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლება მთელი ცხოვრება მიუძღვნა ცხოველებს ისე რომ ვთქვათ არ იყო უსაქმური და ასე შემდეგ, ანუ პროფესია, რომელიც ცხოველებთან ურთიერთობას გულისხმობს და გარდა ამისა, საკუთარ ცხოველების ქცევის შესწავლა, მათი აღდგენა და ეს უფრო და უფრო შემდეგ ვითარდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ დასაწყისი იყო სწორედ იყო ესეთი ლიტერატურა, კონკრეტულად ჯერალდ დარელი და ბერნარდ გრჟიმეკი. აი თქვენი მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ ესეთი თქვენ აი რო გაიგეს რომ მილიციამ დაგიჭირათ სპილოს ვოლიერში საბედნიეროდ ის გამომიყვანეს ვოლიერიდან და სახლში გამიშვეს და შემამშობლება საკმაოდ დიდი ხნის მერე შეიტყვეს ეს ამბავი რა თქმა უნდა ეხლა არავის არ უთქვია იმისთვის ეხლა თვითონ ეხლა ეს მილიციელებიც ალბათ ნორმალური ხალხი იყო იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არანაირი რაღაც პრობლემები არ შეუქმნია თუ რა გამომიყვანეს ვოლიერიდან და გამიშვეს სახლში და გამორთხილეს რომ მეორჯერ აღარ შევიდე მე მაშინ მაინც გავვლასდი ეს მე მოგვიანებით გაიგეს, მაგრამ ცხოველებთან რომ ყავდა ესეთ მაშინ არ იყო თქვა დიდი რაოდენობით მასანძაღლები, მაგრამ იყვნენ, ყავდა რამოდენიმე მიკედლებული ძაღლი, რომელსაც ჩემ ძაღლებს ვეძახოდი, მათ ვკვებავდი სკოლაში დავდიოდი ამ ძაღლებთან ერთად და ესე ძლდებოდა შემდეგს და ესე თუ ყველას ეგონა რომ რაღაცა პერიოდი გავა და გადამივლეს ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა პირიქით უფრო და უფრო გაძლიერდა, იმიტომ რომ თქვა როგორც და თამაშის გარდა უკვე აღმოაჩენ რომ უკვე სხვა რაღაცეები არის, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და გაცილებით უფრო საინტერესო, როდესაც ცხოველებთან ურთიერთობა. და პროფესიაც აირჩიეთ შესაბამისად. ზოოლოგია, აი ეს როგორც დავადგინე, რომ როდესაც სკოლაში დავიწყე ზოოლოგიის სწავლა, მაშინ აღმოვაჩინე რომ თურმე აი ეს არის ის პროფესია, რომელიც მინდა ეს იყოს სადღაც თუ არ ვწები მე-5 მე-6 კლასში დაახლოებით ამ დროს გავდიოდით ხოლმე ზოოლოგიას. და სწორედ აი აქედან მოყოლებული არ შემიცვლია აზრი ამ პროფესიასთან დაკავშირებით. ასე რომ და არც ვნანობ, რომ ეს პროფესია ვირჩიებ. აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ ფანტა ბროწეულით. ეს არის მართლა განსაკუთრებული გემო. მე ძალიან მომწონს. შეგიძლიათ მიუძღოთ და თან დაცხა ასე ვთქვათ უკვე ჩვენ ქვეყანაში და ამ ცხელ დღეებში შეგვიძლია რომ გავგრილდეთ ფანტა ბროწეულით. მეც ძალიან მიყვარს ბროწეულის ფანტა. ბატონ ზურამ, თუ იყო ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვინც თქვენს პროფესიულ გზაზე აი რაღაცა განსაკუთრებული გავლენა იქონია? დიახ, რა თქმა უნდა. იყო ესეთი ადამიანი, რომელთანაც ასე ვთქვათ, მეგობრობას აქამდე ვაგრძელებ, ეს იყო ჩემი პირველი ხელმძღვანელი და შემთხვევით, როდესაც მე დამაინტერესა ცხოველთა ქცევა. დიახ. და რო აღმოვაჩინე, რომ არსებობს ესეთი მეცნიერება ეთოლოგია, შემდეგი მეორე აღმოჩენა იყო, რომ თუნდაც საქართველოშიც არის ადამიანი, რომელიც ამ მეცნიერებას ერთი იყო მაშინ, რომელიც და გარეულ ცხოველებზე მუშაობდა კონკრეტულად მგლებზე. ეს იყო იასონ პატრიცე და ერთ-ერთი კიდე სტუდენტი ვიყავი, როდესაც მივედი მასთან და ეს იყო მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, მასთან ერთად, მას ჰქონდა ძალიან დიდი ზეგავლენა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მანათელი ცხოვრება ცხოველების შესწავლას მოანდომა და ეს ქცევის შესწავლა განსაკუთრებით მგლებში, ქცევის შესწავლა ძალიან საინტერესო ცხოველი, მისი ძალიან საინტერესო ცხოვრება ეს ყველაფერი იყო. ამიტომ მას ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე და შესაბამისად სწორედ ეს ერთად გავაგრძელეთ მუშაობა და ნუ აქამდე ერთად ვართ მეგობრობთ. არიან ზოოლოგები, რომლებიც ესე კაბინეტურ სამსახურს ეწევიან. აი, გზა რომელიც გაიარეთ ზოოპარკის დირექტორობამდე.
აი როგორ მიხვედით მაგალითად ზოოპარკის დირექტორობამდე გზა ისევ დაიწყო ზოოპარკით, ეს იყო 1978 წელს, როდესაც იასონ ბადრიძემ დაიწყო ზოოპარკში მუშაობა, მაშინ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და მე წამიყვანა როგორც მომლელად, ანუ მომლელიდან დაიწყო ეს ყველაფერი. შესაბამისად, ამის შემდეგ იყო პირველი ექსპედიცია. აი საკუთარ 18 წელს ვიყავი, ჯერ საკუთარ ახალგაზრდა ვიყავი, პირველი ექსპედიცია ლაგოდეხის ნაკრძალში და სწორედ აი ეს იყო ძალიან დიდი ზეგარი ცხოველებთან ურთიერთობა ზოოპარკში და ცხოველებთან ურთიერთობა ველზე. ეს ორივე ერთად ამორის კომბინაცია აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან საინტერესო და არა მარტო საინტერესო, იყო გაცილებით უფრო მეტად ინფორმატიული, ვიდრე რომელიმე ერთ ადგილზე მუშაობა და შესაბამისად, სწორედ მაშინ გავაგრძელდა ეთოლოგია, ეს თვითონ მეცნიერება, რაც არის ეს გულისხმობს სწორედ ბუნებრივ ქცევაზე დაკვირვებას და ეს დაკვირვება ძირითადად არის გულისხმობა აქ, ну, შესაძლებელია რაღაც ექსპერიმენტები იყოს დაყენებული, მაგრამ არა ისეთი ექსპერიმენტები, რასაც ჩვეულებრივად გულისხმობთ, ხო, რაღაცა სიტუაციები შექმნა და შემდეგ ამისი შესწავლა, ასე რომ ვთქვა, თვითონ ბუნებაში დაკვირვება. ეთოლოგია ეს გახდა სწორედ ის, რაც მე მაინტერესებდა. თუმცა შემდეგ უკვე მოხდა ისე, რომ ნელ-ნელა შემდეგ გადავედი ჩემი ასე დისერტაცია იყო უკვე არა ეთოლოგიაში, არამედ პოპულაციურ ეკოლოგიაში და შემდეგ საბოლოოდ დავკავდი კონსერვაციულ ბიოლოგიაში. თუმცა ეს არის რაღაც გარკვეული განვითარება და არსებული სიტუაციიდან, არსებულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადგილის მოძებნა, რა არის საჭირო იმ მომენტისათვის. და სწორედ ამიტომ თორე ეს ორივე მეცნიერება, თქვათ, პოპულაციურ ეკოლოგია და ეთოლოგია, ეს არის ის მეცნიერებები, რომლებიც საფუძველს წარმოადგენს კონსერვაციისას და რა ვიცი, რაც კი ცხოველებს შეეხება ყველაფერს. ზოოლოგია განსაკუთრებით, როდესაც მუშაობთ განსაკუთრებით მსხვილ ცხოველებზე, ხო? აი ძუძუმწოვრებზე, ეს ძალიან ხანგრძლივი სამუშაო არის. წლები გვჭირდება, რომ რაღაცამდე მივიდეთ. და სწორედ აი ეს წლები არის ძალიან რთული გასაძლები ხოლმე. და ძალიან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან გარედან, როდესაც თქვა დასკვნები დაიდება, რაღაცა რეზიუმირება კეთდება, მაშინ ხდება, რომ ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ძალიან დაძაბულია. სინამდვილეში ესე არ არის, ძალიან ბევრი არის ჩვეულებრივი რუტინული შრომა, დაწყებული ვოლიერების დასუფთავებიდან, საათობით, მაგალითად ტყეში ჯდომაზე და ცხოველის ლოდინი, აი ასე შედგება, მაგრამ აი ეს პატარ-პატარა როდესაც რაღაცა აქტივობა ხდება, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დანარჩენი უბრალოდ მომზადებაა ამისთვის ყველაფერი. ნუ არის ადგილები, სადაც ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივად შეიძლება აფრიკას გულისხმობა შემთხვევაში დაკვირვება. მინდა გკითხოთ ექსპედიციებზე, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ პირველი ექსპედიცია, მაგრამ ვიცი რომ ექსპედიციებში ხშირად დადიხართ ხოლმე და აი საინტერესო თავგადასავლები აუცილებლად გექნებათ ექსპედიციების და მინდა რომ გაიხსენოთ. რა თქმა უნდა, ექსპედიცია ყოველთვის თავგადასავალია, ექსპედიცია თავგადასავალი იწყება მაშინვე, როდესაც აი მაგალითად გადააბიჯებ ქალაქის ზღვარს და უკვე გადიხარ სხვა სამყაროში, აი უკვე იქიდან იწყება თავგადასავლები. ნუ შეიძლება ასე ვთქვათ, აი გაჩნდა რას ვიგულისხმებ თავგადასავალს. ჩემთვის თავგადასავალი არის ეს ძალიან საინტერესო სიტუაციის შეცნობა მაგალითად, ხო, რომ გავიგოთ იქ რა ხდება, აი მაგალითად, როდესაც კვალზე მუშაობ, მთელი თავგადასავალია მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, იქ ტალახში უყურებ თითქოს და რაღაცეებს, შორიდან შეიძლება ესე ჩანდეს. იქ მთელი წიგნია დაწერილი, ეს თქვათ, ჩემი რა თქმა უნდა, არ არის ფერმან კუპერმა თქვა ჯერ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეა, სინამდვილეში წესია, ამ ნებისმიერი ეს, როდესაც შევდივარ და იქიდან იწყება უკვე ახალი სამყაროს დანახვა და მთელი ინფორმაციის აღება. თუმცა ამასთან ერთად არის ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც რასაც შეიძლება მართლა თავგადასავალი დავარქვათ, ანუ სახიფათო მომენტები, შეხვედრები სხვადასხვა ცხოველებთან, საბედნიეროდ, მაგალითად არ მახსენდება არც ერთი ბიოლოგი, არც ერთი ზოოლოგი, ან თქვათ ასე იგივე ეთოლოგი, ეკოლოგი, რომელიც ველზე დაზიანებული ყოფილიყო ცხოველის მიერ. მიუხედავად იმისა, თქვათ, რომ ნუ რისკები არსებობს ყველაფერი. ახლა მე მქონდა რამოდენიმეჯერზე პირისპիր შეხვედრა სხვადასხვა ცხოველებთან. და ისტორიები გაიხსენოთ. კი ბატონო, შეგვიძლია გავიხსენო რამოდენიმე ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი დათვით საქართველოში ყველაზე სახიფათო ცხოველი დათვი გახლავთ. მგლებიც საკმაოდ ძლიერი ცხოველები არიან, მაგრამ დათვი ძალიან რთული ცხოველია და მასთან მუშაობა საკმაოდ რთულია. მათ შორის აი ზოოპარკშიც კი საკმაოდ ცირთულებთან დაკავშირებული მათი ქცევის თავისებურებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც იცი ეს ყველაფერი, ხო, შედარებით უფრო მარტივი ხდება, ანუ მზად ახარ ნებისმიერი მოულოდნელობისათვის. ესე იყო, როდესაც ვთქვათ, მაგალითად მივდიოდი, რა ძაღლი მყავდა ერთი, რომელთან ერთად ექსპედიციაში დავდიოდი და ხშირად მარტოს მიძებდა ხოლმე ეს
ესე ჩემ ძაღლთან ერთად ყოფილა ექსპედიციაში და ცხენით მიყავდა ხელით ეს ზაღლიც ვიყავდა და გავჩერდი რაღაც ადგილზე დასასვენებლად იქ დიდი გვიმრები იყო ძალიან და როგორც კი გავჩერდი და დავიწყე ცხენის დაბმა რომ დამესვენა აღმოჩნდა თავი ამოყო დათმა და ეს წამოდგა ორფეხზე ეს ხდება ლაგოდეხის ნაკრძალში და დაახლოებით ჩვენ შორის დაშორება იყო აი დაახლოებით 2 მეტრი დაახლოებით ესეთი მანძილზე იყო ეს გვან ფეხებზე დადგა და ნუ პირდაპირ ესე მივაშტერდით ერთმანეთს თვალებში ხოლო ვინ გაიქცევა პირველი ალბათ ორივე ფიქრობდით რაღაც და ამასოდეს ჩემმა ძაღლმა ესე გვერდზე ჩამიარა და მივიდა და გამოეკიდა დათვს. ნუ ეს შეშინდა, ჩემდა საბედნიეროდ, ანუ იმან ვერ გაუძლო უფრო და ისე გაიქცა, რომ ჩემსკაც გამოქანდა, ესე გაიქცა, რომ გამეხახუნა კიდევაც და გაიქცა ძაღლიც გაყვა, ცოტა ხანში ძაღლი დაბრუნდა უკანას. მეორე შემთხვევა იყო ისევ ლაგოდეხში, ისევ დათვთან, როდესაც ძალიან ნისლი იყო, როდესაც არაფერი არ ჩანდა და საღამოვდებოდა უკვე ბრუნდებოდი მარშრუტიდან, ირმების აღრიც სხვას ვატარებდი მაშინ. და გავჩერდი რაღაც ადგილზე და სადაც იყო რაღაც ეს ნისლში კონტური ჩანდა, ძალიან ახლოს იყო ეს ხავსიანი ქვა. და რო გავჩერდი, გამახსენდა რომ რო გავიარე, რაღაც ქვა არ მახსოვდა. არ მახსოვდა და ეს ფეხი წავკარი. და წამოხდა ღრიალით ეს ქვა, იმენად მყრივი ნისლი იყო, რომ ეს არ ჩანდა. ხო, ესეც აი ესე დამთავრდა ყველაფერი. ის ცოტა ავიდა აღმართზე, გაჩერდა იქიდან დაიწყო ღრიალი და მე წავიდა. მან ვიდექი ველოდებოდი ეს ყველაფერი. ანუ შესაძლოა ძალიან ბევრი ხდება ახლა ეს ორი გავიხსენე ყველაზე უფრო ახლოს, თუმცა აი ცხოველებთან შეხვედრა იყო შემთხვევა, როდესაც მაგალითად ირემი გამომეკიდა და იძულებული გავხდი ჩემ მეუბართან ერთად ხეზე ავძრალიყავი და ველოდებოდი სანამ წავიდოდა. მკვლელობის დროს ირემი არანაკლებ სახიფათოა ვიდრე დათვი. ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია იგივე, მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც თავი გამოვყავი კარვიდან და აღმოვაჩინე რომ თურმე გლები არიან იქვე ჩამწვერებულები და ვიყურებენ რას ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ეს არის უფრო რეალურად რომ რაღაცა საფრთხე ყოფილიყო წარმოქმნილი თავდასხმა ბუნებაში ესეთი არ მქონია. აი ტყეობაში ცხოველთან მუშაობის დროს კი. კი ხო. კი, მაშინ გაცილებით უფრო ახლო კონტაქტში ხარ და ყოველთვის როდესაც ესეთი ხდება, ეს არის შენი დანაშაულია ყოველთვის. მძიმედ დაუზიანები ხარ? არა, მძიმედ არა, არასოდეს. სუბუქად ხო? სუბუქად ხო. პატარა ნაკბენები და ისინი რაც არის. ხო, ნუ ახლა შინაური ცხოველიც ნაკბენები ცოტა უფრო ისეთია, მძაფრია ვიდრე შინაურის ნაკბენი, მაგრამ ძლიერია, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერია, რა. თუმცა ნუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ესეთ სიტუაციაში სერიოზულად დაზიანებულა ადამიანი. აქაც არის ისეთ როგორ არის ყოველთვის, როდესაც ცხოველთან გაქვს ურთიერთობა, მნიშვნელოვანი არის, რომ მას ჰქონდეს პრიორიტეტი. მან უნდა გადაწყვიტოს შენთან კონტაქტი და არა შენ უნდა გადაწყვიტო. თუნდაც იქიდან ავიღოთ, რომ ცხოველები თავიანთი ფიზიკური ძალით გაცილებით უფრო ძლიერი არიან ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. არც ერთმა ადამიანმა არ დაიძრაბა ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენ გვასწავლიან, როგორ დაახჩო ვიღაცა ლომი ხელით და ვეფხვი ხელით, რა თქმა უნდა, ზღაპრები არის ეს. ხოლო და მხოლოდ ისინი გაცილებით ძლიერები არიან და ამას თავისი გარდაკუნთოვანი, ასე ვთქვათ, მექანიზმისა, თავისი, ასე ვთქვათ, ცევით და ფიზიოლოგიური მექანიზმიც აქვს ამას ყველაფერს და ასევე შეიარაღებულები არიან ძალიან კარგად, ასე რომ ჩვენ ვათანაბრებთ იმით ავტომატური იარაღით და წესასრული იარაღით. ასე რომ მაგრამ ამიტომაც ყოველთვის უნდა მივცეთ მათ უპირატესობა. ცხოველი ყოველთვის, აი როდესაც კონტაქტში შედიხარ, არასოდეს არ უნდა აიძულო ის რომ თქვა შენ მიხვიდე მასთან. ელოდები, ამისთვის საჭირო არის საკუთი დიდი მოთმინება და შეიძლება დღეები დაჭირდეს იმას, რომ ცხოველი მოვიდეს შენთან და მოგეჩვიოს, მაგრამ აი როდესაც ამის გადალახვა მოხდება უკვე ცხოველის მიმართ, მე გასილებით უფრო მარტივად მიდის საქმე და სწორედ ეს კონტაქტის დამყარება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცი რომ ყველა ცხოველი ძალიან გიყვართ, მაგრამ აი ცხოველი რომლის ხასიათი თვისებებით რაღაცა თქვა შეიძლება განსაკუთრებულ პატივს სცემდეთ ესეთი ცხოველი თუ გყავთ. ნებისმიერი ცხოველის ქცევა, ანუ ხასიათი ხა რომელიც შეიძლება თქვა არის თქვა გარკვეული მოვლენების შედეგად პასუხი, ხო? რაც არის ასე რომ ყველა ცხოველს თავის ქცევა გააჩნია, რომელიც განსხვავდება სხვა სახეობის ქცევისაგან, ასე რომ ეს ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილება იქნება, როდესაც ამას აი მაგალითად ძალიან ხშირად გამიგია ესეთი, რომ აი მგელს პატივს სცემენ, იმიტომ რომ მონოგამი არის. ხო, ლომს პატივს არ სცემენ ალბათ, იმიტომ რომ მონოგამი არ არის.
თუ არ ვიცი ხო შესაბამისად ანუ ჩვენი გზნობების გადატანა და ჩვენი წარმოდგენების გადატანა ცხოველზე არასწორია აბსოლუტურად. იყო ესეთი ერთ-ერთი ეთოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გერმანელი, ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მუშაობდა, ეს ხო იაკობ ექსკიული, რომელმაც მან შემოიტანა ესეთი ცნება, გერმანელი იყო და გერმანული სიტყვა დაარქვა უმველტი, ანუ სამყარო. და ყოველთვის არის მეც და მას შემდეგ ლორენცის და სხვაებიც ისინი აღნიშნავდნენ თუ გინდა ცხოველის ასწავლა შენ უნდა შეხვიდე მის უმველტში მის სამყაროში და არ უნდა ეცადო რომ ცხოველი შეათრიო შენთან ეს არის თავარი შეცდომა რასაც ძალიან ხშირად უშვებთ დღემდე და ძალიან ხშირად არის ხოლმე როდესაც ძალიან ბევრს გონია რომ ცხოველს ისეთი პირობები ჭირდება რაც სახში აქვს ანუ საწოლი თებში დანა ჩანგალი, ну ცოტა უდრებულად, მაგრამ სამწუხარო ძალიან ხშირად ესეა. სინამდვილეში ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის მისი სამყარო, რას აღიქვამს ის. თორე აი აქედან გამომდინარე, ხო, უკვე ძალიან რთულია და რადგან მკვლევარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არ იყოს სუბიექტური რაიმეს მიმართ. ცოტა სხვა თემებსაც მინდა რომ შევეხოთ. ვიცი რომ თქვენი მეუღლე გაიცანით ექსპედიციის დროს და მგლის ლეკვებს ულიდით, ხო? აი რომ მოგვიყვეთ ამ თქვენს მეუღლეზე, გაიხსენოთ თქვენი სიყვარულის ისტორია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ცოტა ჩემი მეუღლე პირველ რას თავიდან დაიწყო არის ზოოლოგი, ცხოველებს, მანას ეთოლოგიით დაიწყო, ქცევის მას დისერტაციაც ეთოლოგიაში აქვს დაცული ცხოველთა ქცევაზე, ასე რომ და მგლებზე, ასე რომ ორივე მგლების სპეციალისტი ვართ, ორივენი მუშაობდით იასონ პატრიძესთან და სწორედ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, როდესაც ბუნებაში გვყავდა წაყვანილი მგლის ლეკვები და ვსწავლობდით მათ ქცევას და ვსწავლობდით როგორ შეიძლებოდა მათი ასე ვთქვათ ბუნებრივი ქცევების ჩამოყალიბება, ნადირობის ქცევა და გარდამის ასე ეგრეთ წოდებული განრიდების გამომუშავება. ჩვენ გვყავდა წაყვანილი მგლის ლეკვები და ვიყავით, იყო პერიოდი, როდესაც მარტო ჩვენ ვიყავით ხოლმე დარჩენილები და ესე გავიცანით ერთმანეთი და ესე ნელ-ნელა თქო განვითარდა და ბოლოს ასე თქო ოჯახად გადავიკეცით. თუმცა იქაც ჰქონდა რაღაცა ესეთი გარკვეული თავგადასავლები, მაგალითად ეს იყო შინაური ხარების თავდასხმა ჩვენ მგლებზე. პატარა ხოხი ჰქონდა, ეს იყო კასპიის რაიონში სოფელ გოსტიბესთან ტყეში, ერთი პატარა ხის ხოხი ჰქონდა და იქვე ყავდა აშენებული ჰქონდა ვოლიერი, სადაც ყავდა მგლის ლეკვები და ნუ სოფლიდან ამოვიდა ორი ბუღა, ასე ვთქვათ, ესეთი უზარმაზარი ხარები, ძალიან დიდები, ძალიან ძლიერები, რომლებიც საკმაოდ აღშფოთდნენ, როცა დაინახეს, რომ აქ რაღაცა უცნაური არსებები დადიან. და მაგიდა დაგვიმტრიეს და შემდეგაც ძლივს გავრეკეთ. ასეთი მთელი ისინი იყო, ჯოხით დავსდევდი, რომ ეს ვოლიერი არ დაენგრიათ, ისინი არ გამოსულიყო და საკმაოდ ესეთი იმ მომენტში სერიოზული, მაგრამ შემდეგ ძალიან მხიარული თავგადასავალი ჰქონდა, როგორ დავსდევდი კეტით ხარებს, ასე რომლებიც არ იმჩნევდნენ საერთოდ. და შემდეგ ეს წყნარად, მშვიდად წავიდნენ დაუწენ მიუხედავად ჩვენი თავწვალის. ეს ხო ერთ-ერთი თავგადასავალი. შემდეგ ძალიან ბევრი ექსპედიციები ჰქონდა და დღემდე ძალიან ბევრი ექსპედიციები ერთად გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ესეთი მძიმე დღე უნდა გაგახსენოთ თქვენთვის განსაკუთრებულ, ანუ არა მარტო თქვენთვის, მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ თქვენთვის განსაკუთრებულად იყო მძიმე, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ 2015 წლის 13 ივნისზე, როდესაც 300-ზე მეტი ცხოველი დაგეღუპათ. აი ის დღე მინდა რომ გაიხსენოთ ბატონო სურა რა, ძალიან მძიმე ემოცია იყო, მე მახსოვხართ თქვენ მაშინ. აი ეს თქვენი ემოციაც კარგად მახსოვს. დიახ, ეს არის ის დღე, რომელთელი ცხოვრება მახსოვრება და ასე ვთქვათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული დღე ჩემ ცხოვრებაში და არა მარტო დღე, იქ შემდეგ ეს ერთ დღეში არ დამთავრებულა, ყველაფერი გაგრძელდა ბევრი სხვადასხვანაირი გამოვლინებებით, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ეს მოყვებოდა ეს სტრესული სიტუაცია, რაც არის. ну დაიწყო იმითი რომ იყო ძალიან ძლიერი წვიმა, შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ჩავედით ზოოპარკში, რომ გვენახა ყველაფერი წესრიგში არის თუ არა და როდესაც ერთ-ერთ ადგილას ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილას ეს ხალებიანი აფრთხების ვოლიერთან ვიმყოფებოდით, აი მაშინ უცებ მოვარდა წყალი და იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ქვევით მანქანით ვიყავით ჩასული, მაგრამ მანქანით ვერ გამოვედით, მანქანა წყალმა ასე წაიღო ადგილიდან,
საბედნიეროდ იყო ის, რომ თქვა რაღაც მომენტში დავინახე, რომ წერო მოყავდა ერთ-ერთი დინარე ჩამოქონდა გავაღი კარები და კარები მოგლიჭა წყალმა და სწორედ ამან გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ეს წეროც ვერ გადაგაიგე, ავიყვანე ჩავსვი მანქანაში, ეს პიკაპი იყო და ეს საბარგულში ჩავსვი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად ამ წერომ გადაგვარჩინა ჩვენ, იმიტომ რომ მეორე კარების გაღება ვერ მოვახერხეთ და ეს კარები რო არ ყოფილიყო, ალბათ ორივენი მანქანაში დავიხჩობოდით. და შემდეგ აი აქედან გამოვწვერეთ, მე მოგვიწია ძრომიალი გისოსებზე, რო ასულიყავით სახურავზე, ავედით სახურავზე, იქაც წყალი ამოყვა, მე კიდევ ის რამოდენიმე სიმაღლისაგან დონისაგან შედგებოდა ეს შენობა, ეს იყო დაცველთა დღემდე არსებობს ეს შენობა, დაცველთა განყოფილება, შემდეგ ავედით მეორე დონეზე, შემდეგ მესამე დონეზე და ბოლოს დარჩა პატარა პარაპეტი, სადაც ვიდექით და სადაც აი პარაპეტის კიდესთან გაჩერდა წყალი, თორე უკვე მე გასაქცევით არსად აღარ მქონდა. ზოოპარკი ზოგიერთ ადგილებში წყლის სიღრმე დაახლოებით 15 მეტრს აღწევდა. ჩემი მეუღლე ძალიან კარგად ცურავს, მეც თქვა ვარ დაივერი, მაგრამ ცურვა შეუძლებელი იყო ასოეთ. ეს იყო ალახის მასა, რაღაცა ფაფა, რომელშიც გადაადგილებაც კი ძალიან რთული იყო. ეს არის მოკლედ ის დღე, როგორ გადავრჩით, შემდეგ გათენება რომ დაიწყო ჩემი თანამშრომელი კოტე ხაგაძე და მაშველები მოვიდნენ, შემდეგ გამოვედით გარეთ, როცა გათენდა და ეს სურათი რაც გათენდა რა დავინახეთ რა სურათიც იყო, ძალიან ბევრი დახოცილი ცხოველები, ზოგი დამხრჩვალი, ზოგი მოკლული დაღუპული ადამიანები, დამტრეული მანქანები, რაღაცა საშინელი სურათი იყო ყველაფერი. მაგრამ მაშინაც აი უბრალოდ იმის დროს არ ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი გაგვიაზრებინა, აი დაახლოებით აი გამოსვლიდან რამოდენიმე წუთში უკან დაბრუნება მომიწია და უკვე საჭირო იყო, რომ აქტიურად დაგვეწყო მუშაობა სხვადასხვა ცხოველების გადასარჩენა და ანუ არა მარტო ცხოველების ეს ყველაფერი. ასე რომ ერთ-ერთი რაც იყო და თქვა ასეთი ემოციების და დიდი ფიქრის დრო არ მქონდა, სწორედ იმის გამო, რომ აქტიურად ვიყავით ჩართულები ამაში და არა მარტო მე, მთელი ზოოპარკის ყველა თანამშრომელი აქ ძალიან მძიმე შრომა გაწიეს და ძალიან დიდი რისკის ფასად იქ რისკები შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა და მათ შორის თქვა დაზიანებების, გახსოვთ ხო რაც ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო იქ შენობა დანგრეული შენობები, იქიდან რაღაცები გამოსა და ძალიან მძიმე სამუშაო იყო. და კიდევ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ევროპის ზოოპარკებმა, რომლებიც იმ დღესვე ჩამოვიდნენ და ფიზიკურადაც გვეხმარებოდნენ, მედიკამენტებით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. და ბოლოს გახსნაშიც მათ ძალიან დიდი წვლილი გაიღეს და გვეხმარეს. ეს არის მოკლედ ის ისტორია, თუმცა ალბათ მთელი ძალიან დიდი დრო შემიძლია დაუთმო ამაზე, რომ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ძალიან ბევრი სახიფათო მომენტები იყო რა ძალიან უცნაური моментები იყო. რა იყო აი უცნაური? უცნაური პირველ რიგში უცნაური, ხო, უცნაური იყო და შემდეგ უკვე ახალგაზრდებით რომ მუშაობდნენ აი რაღაც ტერიტორიების გაწმენდაზე, უკვე მერე საფრთხეც იყო ძალიან. მოვიდნენ, შემდეგ შევწყვიტეთ უბრალოდ ახალგაზრდადგანაც რაღაცა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, სანამ ყველა ცხოველი არისო ნაპოვნი, რაც იყო მოხდა კიდევაც ტრაგედია, გახსოვთ ეს ყველაფერი. კი და მე მახსოვს ამ ტრაგედიის მერე უკვე როგორც ხდება ხოლმე, რაღაცა სადღაც ძაღლის ყმუილი რო იყო, იძახდნენ. აი სწორედ ეს იყო ეს უცნაური ამბები, როდესაც სოქმა ძალიან ესე აიტოცა ბავშვებმა, როგორც ისი ჩართეს. და მე იყო ეს გავრცელებული ხმები, სადღაც კუსტბასთან შეხვდათ ლომი, იქ წყნეთის შესასვლელში და იმას ძალიან ერთი იყო, მაგალითად ესე ერთ-ერთმა ქალბატონმა ფანჯრიდან გადმოიხედა, დაინახა ვეფხვი, წავიდა, დაწვა, დაიძინა, გაიღვიძა შემდეგ უკვე რამდენიმე საათის მერე და მერე დალეკა სამაშველოში ვეფხვი ვნახეო და სულად გადაუყო ტელეფონით. ეს იყო ვეფხვი არ იყო, რა თქმა უნდა, იყო კატა, შინაური კატა, მაგრამ სწორედ აი კატებმა განსაკუთრებით დიდი ის გამოიწვიეს აჟიოტაჟი და ბოლოს იძულებული გავხდით, რომ დაგვეწერა ვეფხვის აღწერილობა, რომ ვეფხვი არის დიდი, სულებიანი. ანუ ესეთი უცნაური ისენიც იყო. იყო ბევრი ადამიანები, რომლებიც რაღაც უცნაურ დახმარებას გვთავაზობდნენ და
ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალი ზოოპარკი არა, მანამდე იყო გადაწყვეტილი, ტერიტორია იყო გამოყოფილი, მაგრამ არაფერი არ იყო გაკეთებული. ტერიტორია იყო გამოყოფილი და სწორედ აი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო უკვე ვოლიერების მშენებლობა. პირველი ვოლიერი აშენებული იქნა GIZ-ის მიერ, ანუ გერმანიის მთავრობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის, სწორედ მათ მიერ იყო ეს ახლა დათვების ვოლიერი და დათვების და მგლების ვოლიერი და ნიამორებისა და ირმების ვოლიერი. აი აქედან დაიწყო ყველაფერი. მინდა რომ გაიხსენოთ ცხოველები, რომლებთანაც რაღაცა განსაკუთრებული კავშირი თუ ბმა გქონდათ, აი მაგალითად სპილო ბაჩო. მინდა რომ გაიხსენოთ ესეთი რამ მომისმენია, რომ თითქოს ესე ხორთუმით იცოდა ვოლიერის ურდულის გაღებაო, ასე ამბობდნენ, არ ვიცი ახლა ესეც რაღაცა ჭორის ნაწილია. როგორც წესი ჩვენი სპილოებთან დაკავშირებით გარკვეული ტრადიციები არსებობდა სახელებში. ასე რომ სპილოებს ორი სახელი ჰქონდა ძირითადად, ბაჩო და მალკა. მე რო დავიწყე უკვე დირექტორად მუშაობა, იქ იყო დამხვდა სპილო ბაჩო, რომელიც იყო ესეთი მოზრდილი სპილო, დიდი სპილო იყო, დასრული სპილო იყო, ორი სპილო იყო, ბაჩო და მალკა, მაგიტომ გითხარით ეს ტრადიცია ესეთი სახელები და ჩვენ შევცვალეთ, რომ შევცვალეთ და სწორედ დაახლოებით ჩემი დირექტორობიდან ძალიან რამოდენიმე პერიოდის მერე პირველი ნაშიერი, რომელიც თბილისის ზოოპარკში დაიბადა, ეს იყო პატარა სპილო, რომელიც საერთოდ დიდი მოვლენაა, როდესაც ზოოპარკში სპილო იბადება. ნუ მას არ დავარქვით არც ბაჩო და არც მალკა, მაგრამ ისაც გადაწყვიტეთ, რომ კონკურსი გამოგვეცხადებინა, გამოგვეცხადა კონკურსი და ბავშვები იყვნენ ძირითადად, ასე ვთქვათ, ჟიურის წევრები და აღმოჩნდა სახელი ბუნკა, გამარჯვებული, რომელიც, ნუ არ ვიცი, მაინც და მაინც სპილოს არ შეეფერება, მაგრამ დავარქვით ბუნკა, რომელიც ახლა ეროვნულ ზოოპარკში იმყოფება. ნუ სამწუხაროდ მე მაგ დროს მოგვიწია ბაჩოს იზოლირება, ამიტომ ამ სპილო ნაშიერთან არ შეიძლება იყოს და შემდეგ მასაც გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა და შემდეგ ის დაიღუპა. და მე მოგვიწია კიდევ ახალი მამრის სპილოს ჩამოყვანა, დღეს რაც ვყავს, ეს არის გრანდი, მაგასაც ცალკე ისტორია აქვს, იმიტომ რომ ჩამოვიყვანეთ, რომ წამოვიყვანეთ, უკვე ვიცოდით, რომ ჰქონდა პრობლემები კბილებთან დაკავშირებით, ორივე ჰქონდა მოტეხილი და იყო საოპერაციო, რადგანაც ეს უჩირხდებოდა, ამ დაჩქების დროს ხდებოდა აგრესიული და დიდი ფჭობის ის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებოდა და დიდი ფჭობის ეს ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაციის სპილოების ჯგუფის შეხვედრაზე შედგა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და გადაწყვეტილება იყო მიღებული ესეთი, რომ ეს სპილო გადავიყვანოთ თბილისის ზოოპარკში და იქ გაუკეთდეს მას ოპერაცია და შემდეგ დარჩეს და შემდეგ ასე გაუკეთეთ პირველი ოპერაცია. ვინ გაუკეთა ოპერაცია? ეს გახლდათ ინგლისელი დანტისტი, არა ვეტერინარი, ჩვეულებრივი დანტისტი პეტერ კერტესი, რომელიც ლონდონში აქვს თავისი კლინიკა და ეს არის მისი ერთ-ერთი, როგორც თვითონ იძახის, ეს არის ჰობი და ცხოველებზე მუშაობა. აი დიდ ზომის ცხოველებზე მუშაობა. და აი ეს ოპერაცია იყო ერთ-ერთი კიდევ ასე ძალიან დიდი გამოცდა ჩვენს მიერ, როგორც დიდი, რადგანაც დიდი ცხოველია, ხო, მისთვის დიდი ხნის განმავლობაში წოლა არ შეიძლება, შემდეგ იწყება ფილტვებში სისხლის ჩაქცევა და ნუ მისი საქმე ასე ვთქვათ, ფეხზე დგომაა, ძილითაც კი წვებიან, მაგრამ საკუთარ ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ის ნარკოზიდან ვერ გამოდიოდა. 11 საათი ოპერაციის ჩათვლით 11 საათი იწვა და ბოლოს ვერ დგებოდა, იწყებდა გამოსვლას, იწყებდა ფეხზე ადგომას და აი ბოლოს ასე მოხდა საკმაოდ სახიფათო სიტუაცია, როდესაც თქვათ ესეთი ნარკოზის ქვეშ ყოფი ცხოველი ადგომას ცდილობს, მაგრამ აი აქ ასე თქვათ ჩვენი თანამშრომლები ერთ-ერთი როდესაც მან დააპირა ადგომა შეცვლიდან ძალიან დიდი რაოდენობით და ხელით ესე მიაწვენ და წამოაყენეს, ეს იყო რაღაც ესეთი უცხოელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აი ძალიან აქტუალობაში მოვიდნენ, იმიტომ რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ზოოპარკში თანამშრომლებს იგივე გაეკეთებინათ, იმიტომ რომ უსაფრთხოება, ვაიც უსაფრთხოება და აქ ამ შემთხვევაში ამ ხელამასა შეიძლება მართლა მოგიყოლოს. ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ მაშველები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ვიცნობდით ვინც იყვნენ, ვინ იყვნენ. აი ესენი სულ ყველა ესეთი ერთობლივი ძალით დავაყენეთ ფეხზე. შემდეგ უკვე
დაის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი ეშვზე გაუკეთა მაშინ ოპერაცია, მეორე ეშვზე აქედან გამომდინარე ძალიან ასე ვთქვათ, ფრთხილობდით ოპერაციის გაკეთებას, გვინდა დრო გასულიყო, რომ სანამ ისევ ვთქვათ ნარკოსში შევიყვანდით ამ ცხოველს და შემდეგ უკვე დავიკავშირდა BBC, რომელმაც იცოდა პირველი ოპერაციის შესახებ და შემოგთავაზა, რომ გავკეთებინა მეორე ოპერაცია, ოღონდ ჩამოვიყვანეთ სამხრეთ აფრიკიდან ექიმების ჯგუფი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება, იქაც პირველ შემთხვევაში ექიმების ჯგუფი მუშაობდა, ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა მოგეხსენებათ აფრიკა და სპილო განუყოფელი არის და ეს გახლავთ გეხარდ ვერსტაპენი, რომელმაც მეორე ოპერაცია გაუკეთა და იქიდან შეშინებულებმა პირველიდან მოვემზადეთ, მოვიყვანეთ უზარმაზარი ამწა, იქ დავაყენეთ ეს ყველაფერი გამომზადეთ და ყველაფერმა ძალიან მალე და ძალიან სწრაფად ჩაიარა, ეს წამოახტუნეს ფეხზე ძალიან სწრაფად. ასე რომ სპილოსთან ეხლა კარგად არის კი, მშვენივრად არის. თუმცა ამბოლო დროს გავრცელდა ესეთი, რომ რაღაცა სპილოები ცუდ მდგომარეობაში არიან, არ შეეფერება აბსოლუტურად სიმართლეს, ვოლიერიც ნორმალური აქვს და თვითონ მათი ჯანმრთელობა შემოწმებულია უკვე ძალიან მაღალ დონეზე. შანი უნდა გკითხოთ ამ ულამაზეს გოგოზეც. რომ დავინახე, უცებ გამახსენა ფოტო თქვენი, მაგიდას თან რომ ზიხართ და ეს რომ იქ წევს პატარა. შანი, ეხლა მე მგონი ჩვენ ეხლა ეს ვერ გვიტანს, იმიტომ რომ უნდა თქვენთან თამაში და ჩვენ არ ვაცდით ამას. ხო, აი, რამდენად ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები ზოგადად საქართველოში, რომ კერძო პირს ყავს ესეთი გარეული ცხოველი და მე მოყავს ზოოპარკში. ლომი ერთადერთი შემთხვევა იყო, მაგრამ აი ძალიან ხშირად არის სხვა ცხოველები, როგორიც არის დათვი, მაგალითად მგლებიც არიან, იყო ძალიან უცნაური, მაგალითად სურიკატი იპოვეს ქუჩაში, მაგალითად ერთ-ერთ სადარბაზოსთან. ამიტომ დათვის ბელიც არის ნაპოვნი მაგალითად ქუჩაში, რომელიც ასე რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. თბილისში ქუჩაში კი ვიღაცა მიიყვანა სახში ცოტა ხანი გავდა და მე რა ამ თემაზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი რა არის ეს ცხოველის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, როგორც სათამაშოს მიმართ. აი ეს სწორედ ესეთია სათამაშოს მიმართ, ისინი ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ აღიქონს, რომ თქვა ცხოველს აქვს თავიანთი შეგრძნებები, თავიანთი ემოციები, თავიანთი განცდები ეს ყველაფერი და თქვა მათაც ისეთივე სიფრთხილით უნდა მოეპყრათ, როგორც მაგალითად ვეპყრობით სხვა ადამიანის განცდებს, ხო? რადგანაც თქვა ისინი ცოტა სხვანაირად გამოიყურებიან და ჩვენ მათი არ გვესმის, ამიტომაც ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვა მას ესენი ვერაფერს ვერ გრძნობენ და თქვა არ არის მათთვის სულ ერთია რა იქნება და როგორ იქნება. არა, სინამდვილეში ეს აბსოლუტურად არ არის, ჩვენ გქონდა საუბარი სწორედ მათ ქცევაზე, მათ ქცევის სირთულეებზე და ერთადერთი საკითხი არის, რომ ჩვენ არ გვესმის მათი თუმცა აი მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ, მათ ესმით თუ არა ჩვენი, ამაზე შემიძლია. ესმით ხო? კი, აი ყოველ შემთხვევაში ვისაც ძაღლი ყავს, ძაღლს გაცილებით უკეთესად ესმის ჩვენი, ვიდრე ჩვენ ძაღლის ხოსია. მაგალითად ის ასრულებს, რასაც ჩვენ ვეტყვით, ჩვენ ის როყებს ვერ გებულობთ რას ამბობს. ხო, ასე რომ ეხლა დასკვნები ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, ხო? მაგრამ აი სამწუხაროდ ესეთი დამოკიდებულება არის, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ითამაშო და მისი ბედი მნიშვნელოვანი არ არის, ხო, რა ცხოველია და მოკვდება დიდი ამბავი. ხო და ეს დამოკიდებულება რაღაცით ხომ შეიცვალოს. განსაკუთრებით დათვები, იმიტომ რომ დათვები ძალიან ესეთი მიმზიდველი არიან, როცა პატარები არიან, პატარა ბელები, მაგრამ როგორც ვთქვათ, დათვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ცხოველია, მას ძალიან ადვილად ეცვლება ხასიათი, ძალიან ადვილად გადადის თავდასხმაზე. ამიტომ თამაშიდან თავდასხმაზე ძალიან სწრაფად ხდება გადასვლა, აი მგელი მთელ სპექტაკლს დგამს, რომ გაგაფრთხილოს, აი დათვი არა, მაშინა გადმოდის შეტევაზე და პატარა დათვებიც კი ძალიან კარგად იკვინებიან. აი როცა ეს აკეთა, გარდა ამის აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ სუნი, გარდა ამის ისინი სვრიან და ვერ ასწავლი ვერანაირად ისევე როგორც და მე უშვებენ ქუჩაში და შეიძლება ბელი შეგვდეს ქუჩაში. ხო, და შემდეგ ეს რამოდენიმე შემთხვევა იყო ესეთი, ერთი იყო მაგალითად ნაპოვნი ვაკეში და ვაკუშა დაარქვეს, მერე კიდე აი წყალდობის დროს ნაპოვნი იქნა სამი ბელი იმაში კონტეინერში ვიღაცა მისარგებლა იმითი რომ გაქცეულები ცხოველები სარგებლობდნენ და მაშინ გაუშვეს აი მაგ დროსაც კი აღმოჩნდა და ძალიან ბევრია აი დღესაც აი დათვები რაც გვყავს და მგლები ყველა არიან
ჩამორთმეული დათვები, რომელიც აი ესე ყავდათ სადღაც და მაგრამ მე როგორც ვიცი ამასთან დაკავშირებით რაღაც კანონი ხო არსებობს? კანონი არსებობს, მაგრამ ვიცით როგორ არის, მაინც და მაინც ისე როგორ ჩანს, ისეთივე დამოკიდებულება ცხოველის მიმართ, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის, სწორედ აი ეს ხელს უშლის კანონი არსებობს, საკმაოდ მკაცრია, შეიძლება ზედმეტად მკაცრია და ამის გამო აღსრულება ცოტა ჭირს, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრს უბრალოდ ფსიქოლოგიურად უჭირს აი ცხოველის გამო ადამიანი როგორ დაგვუყო დაახლოებით ესეთი პოზიციები არის და შესაბამისად და შემდეგ ცხოველები ხვდებიან ზოოპარკში. ჩვენთან კიდევ არის ერთი თავშესაფარი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი, ის დათვებისთვის არის, ერთ-ერთი სადაც ეს ყველანაირი ცხოველი ხვდება, არის ზოოპარკი. აი ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მზად. ყველა ზოოპარკს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, განვითარების გეგმა, თავისი კოლექციის გეგმა, ეგრეთ წოდებული. ზოოპარკი ეს პატარა ჩართვას გავაკეთებ, ამასთან ეს არის სამეცნიერო კვლევით დაწესებულება, რომელიც მუშაობს სახეობების აღდგენაზე და მისი მთავარი ამოცანა არის ბუნებაში სახეობების აღდგენა და არა ვთქვათ შოუს წარმოდგენა, მაგრამ ეს აღდგენა შედგება უამრავი სხვადასხვა საკითხებისგან, მათ შორის არის ადამიანებისთვის ცხოველების ახლოს გაცნობა და ადამიანების წარმოსახვაში ცხოველების, ანუ ცნობიერებაში უბრალოდ ცხოველების სწორი იმიჯის ჩამოყალიბება. ეს არის ესე ვთქვათ ზოოპარკის ის რომ ესენი არ არიან არც ბოროტი არსებები და არც უნებელი, ისინი არიან ჩვეულებრივი ცხოველები, ძალიან, მაგრამ ეს ჩვენ უნდა გავიგოთ, სწორედ აი ეს არის ზოოპარკის მთავარი ფუნქცია. განათლება და მათი შემდეგ ბუნებაში დაბრუნება და გარდა ამისა გენოფონდის შენარჩუნება, რადგანაც მათი სასიცოცხლო გარემო წლიდან წლად უფრო მცირდება და გადარჩენის ერთადერთი გზა შე შემთხვევაში რჩება მხოლოდ და მხოლოდ ზოოპარკები. მათ შორის ბუნებაში აღდგენისაც. ეს არის ასე ვთქვათ მოკლედ ზოოპარკების ფუნქცია. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის არა ვართ ხოლმე მზად გარკვეული ცხოველების მისაღებად, იმიტომ რომ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენ გვყავს ის სახეობები, რომლებზეც მუშაობთ. აი ყოველ ესეთი სიტუაცია იყო შანისთანაც დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არანაირად მზად არ ვიყავით პატარა ლომის მისაღებად, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ბატონ ზურა, ახალ ზოოპარკში ვიმყოფებით, რომელიც ჯერ დათვალიერებელისთვის არ არის გახსნილი, თუმცა ვიცი, რომ ზაფხულის პერიოდისთვის იხსნება. რა ცხოველების ნახვა შეეძლებათ ბავშვებს უკვე ზაფხულში? ჩვენ ახლა ზაფხულში ვაპირებთ რომ გავხსნათ, მაგრამ მთლიანად არ გაიხსნება ეს ზოოპარკი, გაიხსნება ზოოპარკის პირველი ნაწილი, რომელიც არის მზად და ეს გახლავთ კავკასიის ცხოველები, ანუ ის ცხოველები, რომლებიც ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ კავკასია ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ბიომრავალფეროვნების ცხელწერტილი მსოფლიოში. სულ ესეთი 35 ცხელწერტილია მსოფლიოში. ერთ-ერთი ფოტოჟურის ეგეს არ ვიცი. ხო, ერთ-ერთი არის კავკასია. ამიტომ ჩვენი ცხოველთა სამყარო არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გარდა ამისა არ არსებობს არც ერთი ზოოპარკი, რომელსაც ესე კარგად ჰქონდეს წარმოდგენილი კავკასიის ცხოველთა სამყარო და ჩვენთან ცხოვრობენ ისეთ ცხოველები, რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც არ აგვაქვს, რომ ჩვენ გვერდზე ბინადრობენ. და სწორედ აი ეს იქნება პირველი ბევრი სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ეს არის სწორედ და ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ ამ ცხოველების აღდგენაზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რატო ხსნით პირველად კავკასიის განყოფილებას და რასაც ალაგ-ალაგ წარმოდგენილი იქნება ცოტა აფრიკაც. იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი აფრიკა იქნება, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და ეს ნელ-ნელა ეტაპობრივად გავხსნით ამ ზოოპარკს. უზარმაზარი ტერიტორია წარმოიდგინეთ, ესე 48 ჰექტარი. ჩვენი კონცეფცია არის, რომ თქვათ ასე არ მივართვათ დამთვალიერების ცხოველები ლანგარზე. მათ უნდა დაინახონ ცხოველები ისე დაახლოებით ისე, როგორც ისინი ცხოვრობენ ბუნებაში. აი მაგალითად ჩვენი დათვების ვოლიერი ხო, იგივე ეს ხიდი, რომელიც დათვების ვოლიერზეა, აი როდესაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ძალიან დიდი დრო დაყოთ იმ ხიზე და ვერცერთ დათვს ვერ დაინახავთ. მართლა? კი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არიან დათვების და მგლებიც. ჩვენ გაგვიმართლა. ხო, ნუ ახლა არსებობს თქვა ტექნიკა, რომლის საშუალებით კვების დროს ისინი გამოდიან, მაგრამ როდესაც აი სიცხეა განსაკუთრებით, ის შეიძლება საერთოდ ვერ დაინახო ვერცერთ ცხოველი. ეს არის, ასე ვთქვათ, ზოოპარკის ერთ-ერთი კარგი ვოლიერის ერთ-ერთი დამახასიათებელი. ცხოველებს უნდა ჰქონდეთ თავის შეფარების საშუალება. თუნდაც ადამიანის მზერას რომ მოერიდოს, იმიტომ ახლა წარმოიდგინეთ, ხო, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცები გამუდმებით გიყურებენ, ხო?
არავის არ არის ასე. მარსსათვებისთვის არ არის ასე, და არც არავისთვის. სწორედ აი ამ პრინციპით უნდა იყოს და ჩვენი კონცეფცია არის ის, რომ ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს ზოოპარკი და ვოლიერი. ამიტომ ჩვენ ძალიან მინიმალური გვაქვს, ასე ვთქვათ, ხელოვნური ჩარევა, ბარიერებიც იქ სადაც შესაძლებელი არის. ეს არის ხისაგან გაკეთებული, თან ვცდილობთ, რომ აი რაღაცა რახან კავკასია არის, რაღაცა ქართული სოფლებს დავამსგავსოთ რაღაცნაირად და არა ვთქვათ ისეთი პირიქით და ესეთი რაღაც, რაც უფრო ზედ იქნება და ახლა ესეთი კონცეფცია, რომელიც მართლაც ძალიან მოწონთ კიდევაც ვთქვათ ევროპაში, რადგანაც იქ ცოტა სხვანაირი ზოოპარკები არის. საერთაშორის აი ჩვენ ვისაუბრეთ, მე ნამყოფი ვარ ვენის ზოოპარკში და მაშინ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვენის ზოოპარკმა ჩემზე. და თქვენ მე აღნიშნეთ, რომ არის კიდე სხვა ევროპულ ქალაქებში ვენაზე უკეთესი და მე მინდა ვისურვო, რომ თბილისის ზოოპარკი აუცილებლად იქნება იმ ევროპულ ზოოპარკებზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვენა. აუცილებლად იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა და იმისი ფუფუნება, რომ აი დიდი ვოლიერები გამოყოთ, ბუნებრივი იყოს. ხედავთ აი, მაგალითად ავაშენეთ ჩვეულებრივი ბაზალტის ლოდებისაგან ორი უზარმაზარი კლდე, რომელიც აი მაგალითად ბევრ სხვა ზოოპარკში უბრალოდ შეუძლებელია. და ვისთვის არის ეს? ეს იქნება აფრიკის სავანაში იმ ცხოველებისათვის, რომლებსაც ჭირდება თევზზე, მაგალითად იგივე ეს არის ბერბერული ცხვრები, ჩვენი ჯიხვის ნათესავები არიან დაახლოებით. მაგრამ რა თქმა უნდა არიან ასე, არის ხელოვნური კლდეები, ხელოვნური მთები, რომლებიც ასევე საჭირო არის, მაგრამ უმეტესობა მაინც ესეთი სწორედ ნაკლებად თანახვადი ინფრასტრუქტურით შემოიფარგლეთ. ეს არის ხე ძირითადად, ხა დათვებს ხეში ვერ ჩასვამ თავისთავად, ვერც ლომებს, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არის, ყველგან ხეები არის გამოყენებული, აი დაახლოებით ესეთი როგორც სოფლის ორღობეებში, როდესაც მიდიხარ დაახლოებით ეს ორღობეების სტილი ავიღეთ იგივე. დომბებში, ირმებში, ნიამორებში იქ არის აივნები, საიდანაც შეიძლება ცხოველებს გადახედოთ და სწორედ აი ესეთი მაქსიმალურად ბარიერების მიღმა დანახული ცხოველები ეს იქნება, შეიძლება ეს ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ეს კონცეფცია. თუმცა ბარიერები არსებობს, რა თქმა უნდა, ასე რომ უსაფრთხოება დაცული არის, მაგრამ ასე ვთქვათ, ვიზუალურად ესენი იქნებიან ჩვეულებრივად. ზოგან არის ტალახის გუბეებიც, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ეს ტალახის გუბეები და თვითონვე შექმნეს ეგ ძალიან ასე რომ შემოგვეშველენ ამ ხელოვნურად ტალახის გუბეების შექმნაზე, რა თქმა უნდა, კლიმატი და თვითონ გეოგრაფიული მდებარეობა აბსოლუტურად იდეალურია მათთვის და ასე რომ ამით ვსარგებლობთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და მე წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც თბილისს ექნება მართლა ევროპაში საუკეთესო ზოოპარკი. იმედი მაქვს. ვეცდებით ყველანაირად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.